ჩვენ ხშირად იგავებზე ვსაუბრობთ, მაცხოვრის იგავებზე. ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ აი სახარებაში დაწერილი თითოეული სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ნახეთ წინაზე რომ ვამბობდით, რაც უფალმა მოიმოქმედაო. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს. ყველაფერი რომ დაწერილიყო, ეს სამყარო ვერ დაიტევდაო აღწერილ წიგნებს. გესმით? ანუ იმდენი რამ მოიმოქმედა უფალმა იესო ქრისტემ ადამიანის გამოსახსნელად. მაგრამ ის რაც დაიწერა, ჩვენთვის სამოძღვრებლად დაიწერა, რომ მისით ჩვენ გადავრჩეთ და ვცხონდით. გესმით? ის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია რაც დაიწერა. იქ შემთხვევით ერთი ასო არ წერი. და მათ შორის იქ რაც დაიწერა, ერთ-ერთი უნიშნელოვანესი არის მაცხოვრის იგავები, იმიტომ რომ ხშირად მაცხოვარი ადამიანებს იგავებით ელაპარაკებოდა. იგავი თითქოს სხვაზე გიყვება რაღაცას, თითქოს სხვა არის. მაგრამ შენთვის გასაგებია და შენთვის მაცხოვნებელი. ეხლა ამ იგავში რა არის? მოდი ჯერ ამბავი მოვყვეთ, რა ამბავია. თვითონ ეს ამბავიც უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და მე მისი იგავური განმარტება კიდევ უფრო სხვა სიმაღლეზე აიყვანს ადამიანის გონებას. თვითონ იგავი ასეთია. ერთი კაცი მოდიოდა იერუსალიმიდან იერიქონში. გზაში ავაზაკები დაესხნენ თავს. გაძარცვეს, გვემეს, ანუ სცემეს და დაწყულებული ძის დააგდეს და წავიდნენ. ამ დროს ჩამოიარა მღვდელმა. აი ნახეთ, ალბათ აი რომელიც უფრო წინ მიდის, ეს ნახატებია რაც მოვიძიე ვიპოვე ინტერნეტში ისა. ჩამოიარა მღვდელმა, დაინახა ეს ძის დაგდებული, მაგრამ გვერდი აუარა და წავიდა. შემდეგ ჩამოიარა ლევიტელმა. ეს ლევიტელი ვინ იყო, იცით, აი იაკობის 12 შვილიდან ერთ-ერთი იყო ლევი, უბრალოდ შვილი 13 იყო და ვაჟი 12 იყო. და ამ 12 ვაჟიდან წამოვიდა ისრაელის 12 ტომი. მე-13 იყო დინა გოგონა. მისგან წამოსული შტო ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ ესე მამაკაციდან მოდის. და ამ 12-დან ერთ-ერთი იყო ლევი. და უფალმა ლევის ტომი გამოირჩია ტაძრის მსახურებად. აი როგორც ახლა დღეს რო ვთქვათ, რომ აი სტიქაროსანი, დიაკონი, მედავითნე, მღვდელი თუ მღვდელმთავარი, ყველა აი ამ ტომიდან იყო. აი ლევიტელმა ჩაიარა. ფაქტიურად იქ ხომ მღვდელმა ჩაიარა. მერე მნათეს რო ჩაევლო თუ მგალობელს და მედავითნეს და ახლა რატო ამაზე ყურადღება გამოხვილებული? თუ ღვთისმსახურია, ღვთისმსახურება განაისიც არ არის, რომ გაჭირებულს მიაქცია ყურადღება და არც ამან არ მიაქცია ყურადღება. მერე ჩამოიარა სამარიტელმა. ეს სამარიტელები ისტორიულად იუდეველთა მტრები იყვნენ. ისინი არ იყვნენ იგივე რჯულის ხალხი, არც იგივე ერის ხალხი იყო. აი ნახევრად წარმართები იყვნენ და ნახევრად მათი რჯული ჰქონდათ. თან ისედაც ერთმანეთთან არ ჰქონდათ შეხება, გესმით? აი ერთხელ მაცხოვართან რომ მიდის სამარიტელი დედაკაცი, ისეუბნება, განა არიციო რომ იუდეველები სამარიტელებთან ურთიერთობაში არ შემოდიანო. გესმით, ამდენად ჰქონდათ დაპირისპირება, რომ ერთმანეთთან არ ურთიერთობდნენ. მაგრამ ნახეთ, როდესაც დაინახა, თუნდაც მტერი, მაგრამ ძირს დაგდებული და დაწყულებული, ის გაჩერდა, არაუარა გვერდი. აი ვისაც უფრო ეკუთვნოდა, რომ გვერდი არაეარა და მიხმარებოდა, იმან აუარა. და ამან მიაქცია ყურადღება, ჩამოვიდა ღვინო და ზეთი დაასხა ჭრილობაზე, შესვა თავის სახედარზე, მიიყვანა სასტუმროს სახლში და უთხრა სასტუმროს მეპატრონეს, რომ მოუარეო 2 დინარი მისცა, მოუარეო და თუ რამე დანახარჯი გექნებაო, რომ დავბრუნდებიო, იმასაც აგინაზღაურებ. ახლა მოდი ჯერ იმაზე ვისაუბროთ, რაც თვალნათლივ ჩანს, ესე იგი, რაც მოხდა. მარტო ის, რომ დაუშვათ ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს, ან თუნდაც ტაძრის მსახურია, როგორც ლევიტელი, ან თუნდაც სასულიერო პირია,
ეგ უკვე კი არ ნიშნავს, რომ ის ცხონებულია. პირიქით. შენ თუ აი ამ მოწოდებაზე ხარ უფლისგან ასე მოგიწოდა, რომ თავის სამსახურში ჩაგაყენა. უნდა უფრო მეტად გულმოდგინე იყო და გულისხმიერი, ეგრე არ არის? და ფართო გაგებით კი ღვთისმსახურება ვინ არის? აი ღვთისმსახური, აი ეს კაცი იყო. მოციქული იაკობი ამბობს, ღვთისმსახურება უბიწო და მართალი ეს არის ქრივებსა და ობლებს მიხედო მათ გასაჭირში და შენი თავი დაიცვა ამ წუთისოფლის ამაოებისაგან. ეს გასაგებია, რომ ქრივებსა და ობლებს მიხედო და თუ რამე უჭირთ, გვერდში დაუდგე, ეს ადვილი გასაგებია. და საკუთარი თავი დაიცვა ამ წუთისოფლის ამაოებისაგან ნიშნავს, რომ შენი თავი როგორც ქრისტეს მიმდევარი, როგორც ქრისტიანი, აი ესე მოაწესრიგო. მართლაც ქრისტეს ბაძავდე. ამასთანავე სხვათა შორის ახლა მე ცოტა გადავუხვევ, თუმცა თულად გადახვევა არ იქნება. მე სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ. აქ ხშირად მოდიან ხოლმე, რომ ნათლობა გვინდა, რაღაცა ჯვრის წერა გვინდა. ნათლობის დროს ესე იგი, ნათლია ამბობს, რომ განვეშორები ეშმაკს, რამდენიმე გზის ამბობს, რამდენჯერმე და შეუდგები ქრისტეს, ანუ გავყვები ქრისტეს. თუ ბავშვი პატარაა და 2-3 წლის ბავშვი რა პირობას დადებს, არა, ამიტომ ნათლია პასუხისგებელი. აღმოაჩინა ესეთი რამ, ახლა სახელებს არ დავასახელებ და იმედია რომ არ ეწყინებათ, თუ არ და საწყენიც აქ არაფერია, მე შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, რაც რეალობაა, რომ სხვებმაც გაითვალისწინებთ. აღმოაჩინა რომ მათ ნათლულები უკვე ყავდათ, სხვა ნათლულები, აი ვინც იმ ჟამს ნათლია უნდა ყოფილიყო და მე ვეკითხები რომ თქვენ მეთქი იმ ნათლობის დროსაც ხო შეპირდით ქრისტეს რომ გამოყვებით? კიო შევპირდით. ესე იგი რა გამოდის? პირობა დადეთ და არ შეასრულეთ მეთქი? გესმით, ერთი ბავშვი ხო ყავდათ ადრე მონათლული, მაშინაც თქვენს გამოყვებით უფალო, შეგიდგებით, ანუ შენ მოგბაძავთ და არ მიბაძეს. და ეხლა კიდე ახალ პირობას დებ გამოყვები უფალო და რამდენჯერ უნდა თქვა გამოყვები. გესმით, რაზეა ლაპარაკი? ანუ შენი თავი მოაწესრიგო, ქრისტეს მიბაძო. ადამიანი ქრისტიანი რომ იყოს, არ არის მარტო ის რომ მოინათლა. მოინათლა ნიშნავს რომ შეაღო კარი ეკლესიისა, ეკლესიის კარში შევიდა, ნათლისღება არის კარი ეკლესიის, აი დაიბადა ადამიანი. მაგრამ ეხლა რომ დაიბადა, ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ უკვე ის ადამიანი იქნება. გესმით, ადამიანი ის არის სხვაზე რო ზრუნავს, რომ დაიბადა, ეგ უკვე არ ნიშნავს რომ ის ადამიანია და შემდგარია. გესმით? სპორტდარბაზის კარს რომ შეაღებ, არ ნიშნავს რომ უკვე სპორტსმენი ხარ. მაგრამ გაქვს შესაძლებლობა გაისარჯო, იშრომო და გახდე სპორტსმენი. უნივერსიტეტის კარს რომ შეაღებ, არ ნიშნავს რომ უკვე დოცენტი ხარ თუ პროფესორი. უნდა გაისარჯო და ისწავლე. ეგრე არ არის? ქრისტიანობა ის ცეგრა, შეაღე კარი ნათლისღებით. მაგრამ თუ შენ არ ხარ, არ ცდილობ რომ მიბაძო ქრისტეს, მაშინ აბა რა ქრისტიანობაზეა ლაპარაკი. გესმით, აი ეგ არის ერთი რომ სიკეთე აკეთო და მეორე რომ ესე იგი გაჭირებული, მეორე რომ შენი თავი მოიყვანო წყობაში. მე ჩვენ სხვა დღეს განვიხილავთ 10 ქალწულის იგავს და იქაც ძალიან კარგად და ნათლად ჩანს ეს ყველაფერი. ეხლა იგავურად რა ხდება? იგავურად რა ხდება? იერიქონიდან იერუსალიმში მიმავალი კაცი, ეს სხვა ვარიანტია იგივე აზრის. იერიქონიდან, უბრალოდ მაბადიეთ, იერუსალიმიდან იერიქონში მიმავალი კაცი ნიშნავს ადამიანს, ან კაცობრიობას, რომელიც 60-დან გამოიდევნა იერუსალიმში 60 იგულისხმება. გამოიდევნა თავისი ცოდვის გამო დაეცა. აქ როგორც აქ ავაზაკებმა სცემეს და დააგდეს დაწყლებული, ისე ადამიანი ეშმაკმა დააწყლულა და დააგდო ესე შუაგზაზე. რატომ ეშმაკმა? იმიტომ რომ ეშმაკ შურს ადამიანის. ეშმაკი ზეციდან იქნა გადმოგდებული თავისი უმადურობის და ამპარტავნების გამო, რომ ღმერთს უნდოდა გატოლებოდა და ის რაც ეშმაკმა დაკარგა, ადამიანს აქვს პოტენციაში რომ ის ბედნიერება, ის სიხარული დაიმკვიდროს, ამიტომ შურს მის. გარდა ამისა, ღვთის ყველაზე ძვირფასი ქმნილება არის სწორედ ადამიანი. ყველაფერი ადამიანისთვის შექმნა.
აი ამ ოთახში რასაც ხედავთ, ყველაფერი ადამიანისთვის არის. თავისთვის არაფერი არ არის. ყველაფერი ადამიანისთვის არის. ისე როგორც სამყაროში და ეშმაკს უნდა რომ ღმერთი დაამწუხროს, იმით რომ მის საყვარელ ქმნილებას ავნებს და დაღუპავს. აი სწორედ ასე ადამიანთა მოდგმა ეშმაკმა ჩააგდო ცოდვაში. ეხლა ჩამოიარა მღვდელმა, ეს იგავურად რას ნიშნავს? რომ ძველი აღთქმის მღვდელმსახურება ადამიანს ვერ აცხოვნებდა. ვერც ძველი აღთქმის რჯული ამ ლევიტელის სახით წარმოდგენილი რჯულის შესრულება, იმიტომ რომ ვერც ერთი ადამიანი ბოლომდე რჯულს ვერ შეასრულებდა. ამიტომაც მოვიდა მოწყალე სამარიტელი. ამ მოწყალე სამარიტელში იგავურად იგულისხმება უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აი ეს ხატი რაც თავიდან თქვენ ნახეთ რომ შემოხვედით. იგულისხმება უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც ადამიანისთვის მოვიდა, ადამიანთა საცხოვნებლად და წაიყვანა სასტუმრო სახლშიო, ხო გითხარით წეგან. ეს იგავურად ნიშნავს, რომ დაარსა მართლმადიდებელი ეკლესია. და თითოეული ჩვენგანი, ახლა შეხედეთ, აი ეს. თითოეული ჩვენგანი უფალმა აი ესე გვიპოვა გზაში. შეგვისვა მხრებზე, იქ სახედარზე. აი გინახიათ ეს ხატი მაცხოვარს ცხარი რო ყავს მხრებზე. აი ეს არის ჩვენა ვართ. ოღონ როდის, როცა ჩვენ ვართ ცხარი და თუ თხა ხარ, გარბი ხარ, გაურბი ხარ მაცხოვარს, თუ მორჩილი ხარ და თვინიერი, შენ მაცხოვარი მხრებით მიგიყვანს და მოგიყვანა ჩვენ თითოეული მართლმადიდებელ ეკლესიაში და ჩააბარა ჩვენი თავი მის მეპატრონის. ამ შემთხვევაში სასულიერო პირი იგულისხმება. ეხლა ამ კუთხიდან რო შეხედო, სასულიერო პირზე რა ხელა პასუხისგებლობაა? თითოეული თქვენგანი, რომელიც თქვენ აქ მოხვედით, ჩვენ აქ ჩვენით არავინ არ მოსულვართ. ყველა უფალმა მოგიყვანა და შეხედეთ სასულიერო პირის მხრიდან ამ მდგომარეობას. რომ რა ხელა პასუხისგებლობას გძნობს, რომ ის ვინც მასთან მივიდა, სინამდვილეში ქრისტემ მიიყვანა, თავისი ჯვარცმით, თავისი ტკივილებით გამოიხსნა და მოიყვანა და შენ ჩაგაბარა. გესმით რა ხელა პასუხისგებლობა აქვს სასულიერო პირს. ოღონ მეორე მხრივ რო შევხედოთ, ეს კაცი თუ იმ სასტუმრო სახლიდან გაიქცეოდა, პასუხისგებლობა მასზე იქნებოდა. მაგრამ თუ ეს იქ დარჩება და დაუჯერებს იმას, პასუხისგებლობა იმ სასტუმროს მეპატრონეზე იქნება. ისევე როგორც რო შევადაროთ, ჩვენ როდესაც ექიმთან მივდივართ, პასუხისგებლობა მასზეა, რომ მას სწორად გამოიკვლიოს და გვიმკურნალოს. მაგრამ თუ ის გამოიკვლევს, ან არ დავაცდით გამოკვლევას, ან გამოიკვლევს და დაგვინიშნავს რაღაცა წამას და ჩვენ არ შევასრულოთ, პასუხისგებლობა უკვე ჩვენზეა. ეგრე არ არის, მასზე ხო აღარ არის, მას სწორად გვითხრა, მაგრამ ჩვენ არ, აი მაგალითად გზას ეძებ, ვიღაცა მიგასწავლა გზა. პასუხისგებლობა მასზე იყო, რომ სწორად ეთქვა, შენ თუ იმ გზაზე არ წახვალ, ვიზია პასუხისგებლობა, მაშინ ჩვენზე. აი აქაც ესეა. ამას ვამბობ მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობის გამო. მოძღვარი მოვალეა, რომ მრევლს ღვთის სიტყვა უთხრას ისე როგორც სწორია, მაგრამ მრევლი მოვალეა, რომ ამ სიტყვის მიხედვით მოაწყოს თავისი ცხოვრება. გესმით? ეს არის მაცხოვნებელი. აი ეს არის ძალიან მოკლედ ამიგავის მთავარი შინაარსი და განაჩენი თქვენ შეგიძლიათ რომ ეს მერე თქვენით გააღრმავოთ. ერთი რამე კიდე მინდა ვთქვა, გახსოვთ აი როდესაც გვერდი აუარეს. ძველი აღთქმის სიბრძნე ასე ამბობს. გლახაკთა კვნესის წამყრუებელიო თავადაც იტირებს, მაგრამ შემწყალებელი არავინ იქნება. ისე რომ გვერდით ეგრე ტკივნეულს და დაჩაგროს და აი ესე ძის დაგდებულს გვერდი არ უნდა აუარო ადამიანს. არ უნდა წაუყრო მის კვნესას. ვიღაცა რო დახმარებას გთხოვს. თუმცა მეორე საკითხი აქაც ისეა, ყველაფერს ხო ორი მხარე აქვს. ნახეთ, ესე იგი, დიდაქე გაგონიათ ესეთი რამ, პირველი საუკუნის საეკლესიო ძეგლი, მოძღვრება 12 მოციქულისა. იქ ასეთი რამე წერია. შენმა მოწყალებამო, ოფლი გამოიღოს შენს ხელშიო, სანამ გასცემო.
ზოგს ასე ესმის, რომ შენი ოფლი თუ რო უნდა იყოს ნაშრომი. კი ბატონო, ესეც სწორია, შენი ნაშრომი უნდა იყოს, რომ მოიპარო და მოწყალება გასცა, ეგ კი არა. რომ იშრომებ, მაგრამ მეორე მხრივ, რომც იშრომო და პატიოსანი გზით გქონდეს ნაშრომი, უნდა დაფიქრდე, ვის აძლევ, რისთვის აძლევ, რამდენს აძლევ. გესმით? არც დათური სამსახური უნდა გამოგივიდეს იმისთვის, ვისაც აძლევ, არ უნდა მიაჩვიო. იოლად გახსოვთ, დედა რო აძლევ, მამამ რო უთხრა შვილს, წადიო შვილო, იშრომეო. სხვათა შორის ცოტა უფრო ადრე წლების წინ ერთი ორჯერ ღუმელი შემოვიტანე და ეს არის მეთქი ფულის ამოცნობი აპარატი და ბავშვებმა რა ფული განაეგეთი რა ამოცნობი აპარატი. ეხლა ბანკებში ხო გვინახია რომ რაღაცა დაანათებს და შეეღო, აბა ყალბია თუ არ არის და აი ეს არის მეთქი ესეთი იყო ხოლმე ძველად მეთქი და როგორ ეხლა გახსოვთ მამა რო ეუბნება შვილს რომ წადიო და იშრომეო და დედას ეხლა შეეწოდება დედა დათურ სამსახურს უწევს ამ შემთხვევაში და ფულს გაატან შვილს წადიო ირბინეო ცოტა ოფლი მოიდინეო და მოდი და მამას უთხარი რომ აი მე ვიშრომეო. თან ეხლა იქ ღუმელში სანთელი მქონდა ანთებული, ხა იმ ბავშვებმა ხო არ იცოდნენ რა იყო შიგნით. მამა ესე შეაგდებდა და ესე დაიწებოდა. მეორეჯერ, მესამეჯერ და მეოთხეჯერ მართლაც რო იშრომა და რომ შეუგდო თავის ნაშრომს, ხო შეყვა ეს ბიჭი და ხო გამოიტაცა იმ ღუმელიდან. რატო? იმიტომ რომ მისი ნაშრომი იყო და დაენანა. გესმით? იმიტომ ამბობ, ადამიანი ტყუილად არ უნდა მიაჩვიო იმას, რომ აი ესე მოდიოდეს რაღაც. სამწუხაროა, მაგრამ დღეს ზოგიერთი ახალგაზრდა, რადგან ეხლა თქვენ ახალგაზრდები ხართ, არ ფიქრობს იმაზე, რომ მშობელი რას აკეთებს იმისათვის, რომ მოიპოვოს ის. მით უფრო, ეხლა ცოტა მტკივნეულ თემას შევეხებ, მით უფრო, როდესაც ჩვენ ოჯახის წევრი ემიგრაციაში ყავს გაგზავნილი. აქედან იქ არ ჩანს ის რა შრომას ეწევა, მაგრამ ჩანს ბანკომატი, რომლიდანაც ჩვენ ამას ვიღებთ და უდარდელად და უანგარიშოდ ხარჯავთ. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ არა იმაზე, რომ ეს ბანკომატიდან აღებული ფული რაიოლად გამოდის და რაიოლად იხარჯება და რა სასიამოვნო, მაგაზე კი არ უნდა დავფიქრდეთ. იმაზე უნდა დავფიქრდეთ იმ ბანკომატში რა ტანჯვით შედის ის ფული. გესმით? ჩვენი დედის თუ მამის თუ ნათესავის ფიზიკურად დაუძლურების ხარჯზე შედის ის ფული იმ ბანკომატში და ჩვენ ესე იოლად არ უნდა გამოვიტანოთ და თავისუფლება არ უნდა მივცეთ ყველაფრის. არის სამწუხარო შემთხვევები, რომ ადამიანი არაფრად არ აგდებს, მაგრამ ის წინამძღოლში ფულის არაფრად ჩაგდება კი არ არის. ის მშობლის ჯაფის არაფრად ჩაგდება და ეს ძალიან ცუდია, ეს არ შეეფერება ადამიანს.